ლევანდელი საუბარი სანამ ახლა ორი კვირა არ შევხვედრივართ, ესე იგი ერთი კვირა გაგვიცდა ბანაკის გამოდამ ვარ გადავეჩვიეთ თუ არც ვიყავით მიჩვეულები შემშვიდეს რას ამბობენ იგი მოდი იქით არ არის მშობლებისგან ადგილი რომ მშობლები იქით დასხნენ არის იქნება მშობლები იქით დასხდეთ რომ ბავშვებს არ ჩამოეფაროთ აი შუა რიგიდან იქნება იქით დასხდეთ რომ ბავშვებს არ ჩამოეფაროთ მშობლებისთვის განკუთვნილი ლოჟა ეგ არის ჩვენთან ახალი წელი გრძელდება ნაძვის ხეს ცოცხალი თავით არ ვიღებთ მე მინდა რომ დღეს მინდა ნინოს ცხოვრების შესახებ ჩვენმა ბავშვებმა მოგვითხრონ და მერე კიდევ სხვა საკითხებზე გავაგრძელოთ ესე იგი ჩვენ ურთიერთობა ერთი საინტერესო ვიდეო გამომიგზავნეს და უნდა გაჩვენოთ ბავშვებს ეხება ესე იგი აი ტელეფონზე დამოკიდებულ ბავშვებს რა შეიძლება მოვიდეთ რა საშიშროების წინაშე დგას ბავშვიც და მშობელიც ეს მინდა რომ გაჩვენოთ კიდევ ლოცვის შესახებ მინდა რომ ვისაუბროთ დღეს აი რამხელა ძალა აქვს და როგორი ლოცვა შეიწირება ღვთისგან ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრია მაგრამ ამეორება ცოდნის დედაო როგორც არის ნათქვამი და ბოლოს კიდევ დავაჯილდოთ საშუალო სამხატვრო კონკურსში გამარჯვებული ბავშვები შეფენი ჩამოჯეთ სანისადმი აი ეს ამიტომ ხო აქ არიან ბავშვები მოგიყვებით იმდენოს შესახებ თქვენ მოგიყვებით რამდენი მოგიყვებით მოდი მაშინ პირველ მეორე ადგილოსნებს დავუთმოთ ჩემპიონებს საკვირაო სკოლაში არის სტუდია უფლის კარავში საკვირაო სკოლაში არის ერთი პატარა სტუდია იმ სტუდიის 4 გზის ჩემპიონი გახლავთ ჩვენი პატარა ნუცა და 4 გზის და თან მოქმედი ჩემპიონი ახლა შეიძლება ადამიანი 4 ჯერ გახდეს ჩემპიონი და მერე დაიზაროს ისაკნას აი გაფუჭდეს თავს რომ უკვე 4 გზის ჩემპიონი ვარ და მერე რა მაგრამ მოქმედი ჩემპიონი რო ეგ ნიშნავს რომ ჯერ კიდევ ფორმაში ნახოთ აბა თან ნინო ხია და აბა ნინოს შესაძლოა უნდა მოგიყოს ან შენც ნინო ისე ორმა ნინომაც შეიძლება აბა ხმამახლა მოგ წმინდა ნინო დაიბადა კაბადოკიაში და იყო წმინდა გიორგის ნათესავი და მისი მამა იყო ზაბულონი რომელიც იყო მხედართმთავარი რომში და მისი დედა იყო სუსანა რომელიც იყო კონსტანტინოპოლის იუბენალის და კონსტანტინოპოლის პატრიარქის და როდესაც იერუსალიმ როდესაც 12 წლის გახდა წმინდა ნინო ამ დროს მამამ გაკიდა ყველაფერი და წავიდა სამოღვაწეოდ მონასტერში ხოლო დედა მისმა ძმამ პატრიარქმა აკურთხა დიაკონისად. შემდეგ წმინდა ნინო მიაბარეს აღზრდებს სარა ნიაფორს, რომელიც ასწავლიდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ასევე უთხრა რომ ქრისტე ჯვარს იცოდა მისი კვართი იყო წარმართული ქვეყანაში საქართველოში. და წმინდა ნინო როდესაც გაიგო ეს დაყოლდა რადგან არ ხვდოდა რომ ეს დიდი სიწმინდე წარმართული ქვეყანაში ყოფილიყო. და მას ღამით გამოაცხადა ის მშობელი და მან უთხრა რომ ის უნდა წასულიყო საქართველოში და მოექცია ქართველი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
და მან მისცა ჯვარი და როდესაც ნინომ გამოიკვიჭა ეს ჯვარი თავის თმებით შეახლა და შემდეგ უთხრა თავის ბიძას პატრიარქს ამ ხილვის შესახებ და პატრიარქმა ყოფილი შეწირით დაროცა და გაუშვა წმინდა ნინო. წმინდა ნინო ჩავიდა ეფესოში და იქ გაიცნო ორი ქალწული, რიფსიმე და გაიანე და მათ ერთად 50 ქალწული და წავიდა მათთან ერთად სომხეთში, სადაც მეფობდა თრდატ მეფე. ამ დროს მოიხიბლა რიფსიმეს შვენიერებით იმ დროს დიოკლეტიანე, რომელიც იყო იმპერატორი და დიოკლეტიანე მოიხიბლა რიფსიმეს შვენიერებით და თრდატ მეფეს მისწერა ეპისტოლე, სადაც უთხრა, რომ მოეკლა ეს ქალწულები, ხოლო რიფსიმე მასთან გამოეგზავნა. თუ მას მონდებოდა ცოლად შეძლო, თავისთვის დაიპყრო. შემდეგ, როდესაც ამაზე გამოცხადა რიფსიმე, მაშინ თრდატმა რიფსიმე, გაიანე და კიდევ 50 ქალწული აწავა. ხალწმინდანმა იმალებოდა, რადგან მისი ღვაწლი ეს არ იყო. ხოლო შემდეგ მან გაიცნო მცხეთელი მწყემსები და მათთან ერთად 53 წლებს ჩამოახლია. ხოლო ერთი თვე იყო იქ და მას საშინელი სურათი დახვდა, რადგან მეფეები და ყველა კერპებს სტირავდნენ სხვებს და მათ ადიდებდნენ. ხოლო შემდეგ იგი სამეფო ბაღში დასახლდა. სადაც იყო ერთი ოჯახიშვილი, რომელსაც არ ყავდა ჩვენი და მათ ნინოს ლოცვით ეყოლა ჩვენი. ხოლო შემდეგ, როდესაც მან დედოფალი მძიმე ცეცხლო დაავადა, მაშინ იგი წმინდა ლოცვით გამყურნა და მანამდე მიიღო ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაგრამ როდესაც მირიამ მეფე არ იღებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მაგრამ როდესაც იგი სანადიროდ წავიდა, მაშინ უცებ მძედა თავიდან იგი ლოცულობდა კერპების მიმართ, მაგრამ როდესაც არაფერი არ მოხდა, მაშინ უკვე დაიწყო ჭეშმარიტად მართლის დიდება და მაშინ ამობრწყინდა მზე და მიიღო ჭეშმარიტი სარწმუნოება. ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი ნინოს უამბო და ნინო ამ ღვაწლით დაასრულა ცხოვრება და შემდეგ იგი როდესაც გარდაიცვალა, ბოდბეში დაკრძალეს და მირიამ მეფემ მის საფლავზე დიმიტრი გიორგის სახელობის ტაძარი ააგო. დაასრულეთ. ერთი მაინც მათხოვეთ, ორივე რო წაიღო. დავითმა კი არ გაჩუქეთო. მადლობა ბავშვებს საინტერესო თხრობისათვის. მე ერთ რამეზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, ესე იგი. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ წმინდა ნინო არის მოციქულთა სწორი. აი თქვენი აზრით, რა შეიძლება, ეხლა უფროსებს გეკითხებით, აი მოციქულთა სწორი, რა შეიძლება ნიშნავდეს, გიო? რატო უწოდებს მას ეკლესია მოციქულთა სწორს? დაიღო და დაიწყო ქადაგება, როგორც მოციქულები ქადაგებდნენ. მოციქულებრივი ღვაწლი გააგრძელა, ხო მართალია? რასაც აკეთებდნენ მოციქულები, რომ ღვთის სიტყვა ექადაგათ სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე ღვაწლი იტვირთა ამ პატარა გოგონამ, წარმოიდგინეთ. ეხლა მე მაინტერესებს ესეთი რაღაც. აი ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამა თუ იმ წმინდანის თაყვანისცემა ნიშნავს მისადმი მიბაძვას. ჩვენ მოდი ჯერ გოგონებზე ვთქვათ. აი რა შემთხვევაში მივემსგავსებით წმინდა ნინოს და რა შემთხვევაში იქნება ჩვენი მხრიდან მისი თაყვანისცემა ჯეროვანი და სწორი. აი რა შემთხვევაში მივემსგავსებით. ნახეთ, მე აქცენტს რაზე ვაკეთებ? მან გააგრძელა მოციქულთა მოღვაწეობა და ცდილობდა ადამიანებთან ღვთის სიტყვა მიეტანა. და სანამ ღვთის სიტყვას მიიტანდა წმინდა ნინო მოიტანდა ჩვენთან, ჩვენ კერპებს მსხვერპლს წირავდით, კერპთაყვანისმცემლები ვიყავით. ადამიანები თავის შვილებს მსხვერპლად წირავდნენ კერპებს, ესე იგი. იმდენად
დიდი სიბნელე იყო სულიერად ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ წმინდა ნინოს ქადაგებით, მისი მოღვაწებით ჩვენი ერი გაქრისტიანდა, ქრისტეს გზას შეუდგა. აი ხო ჩვენ პატარა გოგონებს რა შეგვიძლია, რითი შეგვიძლია რომ მას მივხვდეთ. და როგორ ფიქრობთ? აგოჯერ რადგან გოგონებზე თქვი ისე ჩემპიონს კი. რადგან ეგერთი იწევს ჯერ ხეს. როდესაც ჩვენ სადმე ვიქნებით, შეგვიძლია რომ მივმესხოთ ქრისტიანობის შესახებ. კი ბატონო, უთხრათ, აი მაგალითად, სადმე რა, სად ვიქნებით? ან კლასში ვიქნებით, ან ეზოში ვიქნებით მეგობრებთან, ან ამა თუ იმ წრეზე რო ვიქნებით. ეხლა ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია რომ იმ წრეში ქრისტეს შესახებ ვთქვათ. მაგრამ სანამ ქრისტეს შესახებ ვიტყვით, ჩვენ თუ არ ვიქნებით შესაბამისად მაცხოვრებელი ისე როგორც ღვთისმცნება გვეუბნება, დაგვიჯერებენ. ახლა მაგალითად აი წარმოდგენა არ ქონდეს ადამიანს როგორ უნდა კერვა და კერვაზე რო ილაპარაკოს როგორი კარგია, ახლა ამას მოусმენენ, აი ხატვა არ იცოდეს და ხატვის შესახებ ლაპარაკობს, დაუჯერებენ. ფეხბურთი არ იცოდეს და ფეხბურთზე ლაპარაკობს. ან ჯერ შენ უნდა იყო ეგეთი, აი ზნეობრივად მაცხოვნებელი, სულიერად წმინდა და მერე შენ სიტყვასაც დაიჯერებ, იმიტომ რომ შენ სიტყვას ძალა ექნება. თუ სიტყვას ძალა არ აქვს, რა აზრი აქვს? ახლა წარმოიდგინეთ, აი მარილს ხო აქვს თავისი სიმლაში, ხო აქვს. რატო აყრის საკვებს, რომ მან გააგემრიელოს, ხო მართალია? შენ რო იცოდე რომ იმ მარილს სიმლაში არა გამოცლილი აქვს, მაინც მოაყრიდი? არ მოაყრიდი. შაქარს ჩაიყრიდი ჩაიში, როცა იცი რომ ის შაქარი უგემური ტკბილი არ არის, ჩაიყრიდი? არაფრის გემო რო არ არის. ხო და სიტყვაცაც ესე. შენ სიტყვას ძალა მაშინ აქვს, აი ეს მარილი მაშინ აქვს, როცა შენ ცხოვრობ იმ სიტყვის შესაბამისად, რასაც ქადაგებ, რასაც ეუბნებ. აი ხო კლასში ეთქვი, უნივერსიტეტში ეთქვი შენს თანაკურსელებს თუ სამსახურში თანამშრომელებს, თუ გინდა რომ შენ სიტყვას ძალა ჰქონდეს და მის გულზე იმოქმედოს, შენ თვითონ უნდა იყო ესე. ესე იგი, ნიკოლოზ აბა რას ამბობ? როდის შეგვიძლია რომ ჩვენ მივემსგავსოთ მას? მაგრამ ასევე უნდა ვიზიაროთ და უნდა ვილოცოთ რომ ასეთი შემიძლია რომ მიემსგავსოთ. აი ხა ზიარებაზე ძალიან კარგი რაღაცა კერძოდ სანამ გადამოვიწყდება. გუშინწინ ონლაინ საკვირაო სკოლა რო ქონდა, იქაც თქვა ერთმა ბავშვმა და ამაზე ვლაპარაკობ. თუ გაგიგონიათ საქართველოში რომ აი ქუდზე კაცს რომ გამოიძახებდნენ ხომ? გაგიგონიათ? რა არის ქუდზე კაცის გამოძახება? რას ნიშნავს ქუდზე კაცი? შეგიძლიათ გითხრათ? დავით, რა არის ქუდზე კაცი? ქუდზე კაცი იხმებს ნიშნავს რომ ყველა ვისაც ბრძოლა შეეძლო, ყველა იხმებს. ყველა მოიხმეს, ყველა გამოიხმეს ოჯახებიდან, სწორია, დაუკრათ ტაში, ჩვენ დავით. ანუ, როდესაც მტერი შემოვიდოდა, მაშინ და ძალიან დიდძალი ჯარი გჭირდებოდა, ქუდზე კაცს უხმობდნენ, ანუ ყველა ადამიანს, ვისაც ბრძოლის უნარი ჰქონდა, ყველა მოვალე იყო, რომ გამოსულიყო და თავისი სამშობლოს დასაცავად დამდგარიყო. თან ნახეთ როგორ არის, ესეთი რაღაც წამიკითხავს სადღაც. რომ შრომობდა ადამიანი თავის ბაღში თუ ვენახში თუ სხვა, არ ქონდა უფლება რომ ბოლომდე დაღლილიყო. აი დღეს ხო არის რომ ადამიანი გადაიღლება და ესე მოვა სახში, მაგის უფლება არ ქონდა. რატო არ ქონდა თქვენი აზრით? რატო არ ქონდა დაღლის, აი თავის ბოსტანში თუ ვენახში დაღლის უფლება კაცს რატო არ ქონდა? რატო აბა? ალბათ იმიტომ რომ მაშინ ხო იყო ხომ ესე ომები და შეტევები და რა დაიღლებოდა ხო აღარაფერს გააკეთებდა ის შენგენაცოლე არ დაღლილიყო ეგრე უფრო ჯორჯიანად იქნებოდა შენგენაცოლე აი ყოჩა ესე იგი ადამიანს არ ქონდა უფლება თავისი ჯანი
თავის საქმეში ჩაედო ბოლომდე. იმიტომ რომ მტერი რო შემოსულიყო ამ დროს, მართლაც რა უნდა გაეკეთებინა. ამიტომ კაცს თავისი ჯანი უნდა შემოენახა. რა იცი რა დროს შემოგეცევიან, რა დროს გამოიძახებენ ქუდზე კაცს, ხო მართალია? და ის მკლავი უნდა ძლიერი ქონოდა, დასვენებული უნდა ქონოდა, რომ ანუ შემოენახა სამშობლოსთვის, მოეკლო თავისი პირადი საქმისათვის და შემოენახა სამშობლოსთვის. ეხლა ამას რატო ვამბობ? გიორგი, ეგ გოგონების ადგილია, შენ ბიჭებთან გადმოდი. ეხლა ამას რატო ვამბობ? ესე იგი, დღეს ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ ღვთის მოყარებით იცხოვროს, ახსარებით იცხოვროს, ზიარებით იცხოვროს, სინანულით, ლოცვით და მარხვით, ეს ნიშნავს, რომ ის საქართველოს ერთგულია. საქართველოს იცავს, საქართველოს დასაცავად დგას, იმიტომ რომ დღეს ბრძოლა ესე מחვილით ხო აღარ არის. დღეს სულიერი და ზნეობრივია ეს ბრძოლა. ამიტომაც ვისაც შეუძლია რომ ქრისტიანულად იცხოვროს, ქრისტეს ერთგულებით, ის არის თავისი სამშობლოს ერთგული ჯარისკაცი. ნიკოლოს, მოდი ჩემთან. ნიკოლოს. კარგი, მოდი ახლა შემდეგი საკითხი თქვა. ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ წმინდა ნინოს ღვაწლი გავაგრძელოთ იმ ადგილზე, სადაც ჩვენ ვართ. ოღონდ ისე რომ შენ თავად ჯერ შეიყვარო ქრისტე და ღვთის ცნებებით ცხოვრება დაიწყო. სხვანაირად არ გამოვა. მოდი ახლა ერთი პატარა ვიდეო მინდა გაჩვენოთ, რომელმაც მე ძალიან დამაფიქრა. უიპოვე ახლა. ოღონდ მოდი ეს ამის საწერა არ გინდა. დააპაუზე. თქვენი აზრი მაინტერესებს. რა შეიძლება იყოს ამ ხუთში? კამპანიური კარგია, მაგრამ მოიცადე. ეს რა შეიძლება იყოს? ეს ხოდა ნახეთ ახლა რა შეასაქმე. აი მაგალითად. თქვენ დაინახეთ კაცი, რომელსაც ანეს უდეს უბეში და სადღაც მიდის. თქვენი ფიქრებთ, ეს დასალევად მიდის, ხო მართალია? მაგრამ ყველაფერი ეგრე არ არის, თქვენ რო გონია. ერთი გამომიტანეთ, აბა ეს რეალობაში გაჩვენოთ რა არის. რეალობაში რა, იცი რატო ვამბობ? ყველაფერი ერთი შეხედვით არ უნდა შეაფასოთ. რაღაც რო გგონია და ნახეთ როგორი ამბავია. ყველას ისე გგონია, თვითონ როგორიც არის. ხო გახსოვთ, ერთი ამბავი იყო ესეთი, მადლობა. ერთი ამბავი იყო, რომ აივნიდან 3 ადამიანი რო იყურება ღამეა ბნელა და ერთი კაცი მოდის, სადღაც მიეჩქარება. ერთი ფიქრობს, ეს ალბათო საკეიფოთ მიდის. ლოთიაო ეთყობა, დასალევად მიდის. მეორე ამბობს კიდე რაღაცა უზნეო რაღაცას ამბობს. მესამე ამბობს, რომ ეთყობაო, სადღაც გაჭირებული ეგულებაო და იმის დასახმარებლად მიდისოდა. არა და ეს კაცი ხო ერთი რაღაცისთვის მიდიოდა, 3 რაღაცისთვის ხო არ მიდიოდა, მაგრამ ყველა მისე იფიქრა, როგორიც თვითონ იყო. რატო ამბობ? სანამ სხვა ადამიანის საქციელს შეაფასებ, დაფიქრდი, აბა, როგორ აფასებ და შენ ხო არა ხარ ეგეთი, როგორ აფასებს ის საქციელს. სინამდვილეში ეს შამპანური სულაც არ არის. აი რა, ხოდა ხო გაგიკვირდათ რა არის? ხოდა ეგრე გაუკვირდება ადამიანს, რომ აღმოაჩენს, რომ ის თურმე დასალევად კი არ მიდის. თურმე ვიღაცის გასახარებლად მიდის. ეგრე არ არის? ამიტომ ნაადრევად ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს ნამდვილად ასეა, ჩემმა თვალმა როგორც დაინახა. აი ეს კამფეტებით სავსე ბოთლი დაიმახსოვრეთ და ამან უნდა გაგახსენოთ, ესე იგი, რომ უცბად არ შეიქმნათ შთაბეჭდილება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ეხლა ერთი რამე მინდა გაჩვენოთ კიდე. ჩვენ გვაქვს საკურთხეველში მოლაპარაკე გამათბობელი.
უცნაური რამეა. ეს ახლა ბევრ რაღაცებს მოგვიყვება. ნუ როგორ ვიყურებ გადავხ. აი ოღონდ თვითონ ძალიან მორიდებულია და მე მოგიყვებით ამის შესახებ. ეხლა რა შეასაკო? თავიდან რომ ეს მოვიტანეთ. ნუ 1-5 წელი ალბათ გვაქვს, არ მახსოვს. კარგი ხანი გავა. ეს მოძრაობს როგორც ხედავთ, ხო? გინდა მაღლა აწევდინა. მაღლა რო აწევდი, აწეული ესე რჩებოდა, თავი მაღლა ჰქონდა აწეული. ეხლა როგორ არის? მაღლა რო აწევ, ჩამოსწევს თავს. კიდე რო აწევ, კიდე ჩამოსწევ. ვერ აჩერებს მაღლა თავს. ეხლა ნახე რა შეასაკო. ანუ მაღლა აწევაში მოდი ვიგულისხმოთ, რომ ჩვენ მას ვაქებთ. ხო, აი ვაქებთ. ვეუბნებით, თავი მაღლა აწია, შენ კარგი გამოთბობელი ხარ, კარგად ათბობ. არა ისისებ თავი დაბლა თავდაბალია. ანუ თავს ამაყი კი არა, რომ აი მე ვათბობ, კი არა. არა და გვათბობს. მაგრამ რომ გვათბობს, მაინც არ არის ამაყი. მაინც თავი დაბლა დახრით. თქვენ უნდა მითხრათ, როგორ ადამიანს გავს ახლა ეგ? თავდაბალა და აი თავდაბლობა ჩვენს ცხოვრებაში როგორ შეიძლება გამოვლინდეს? გაბრიელ, როგორ შეიძლება გამოვლინდეს, აბა? მაგალითად სულ დაბლა რო იყო. სულ დაბლა რო მე რამეს რო დაეჯახო? რამეს რო დაეჯახო? კარგი, მადლობა. აბა, მარია, შენ რას გექვს? ამპარტაუნები და რაში გამოვლინდება? აბა იმ ვაჟკაცს ვკითხოთ კიდე. დაღაროტაში დაუკარით. ანუ არ არის აუცილებელი, აი რამეს ისეთი რომ ჩავიდით, აი მაგალითად რამეს რომ დავეხმარებით, არ არის აუცილებელი, რომ ყველას გავაგებინოთ, აი მე ეს გავაკეთე, მე ისო. აი მაგაში გამოიხატება ჩვენი თავდამსხმელი. შენ განაცვალე, შენ რა ქვია? თომა. თან ეხლა ამ ჩვენს გამოთბობებს ახსოვს ერთი რაღაც ახსოვს. აბა ერთი კარგად დააკვირდით. მან იცის რომ თუ არ შეაერთეს დენის წყაროსთან თუ არ მიაერთეს, ვერაფერსაც ვერ გაათბობს და ვერ გაანათებს, ხო მართალია? ეს ძალიან ჭკვიანი გამოთბობელია. ხო გითხარით, მორიდებულია, თვითონ არ ლაპარაკობს, თვითონაც მოგიყვებოდათ და გეტყოდათ, რომ მე ჩემით ვერაფერსაც ვერ გავართ. ეხლა მთაზე რო აიტანო სადღაც და რო არ სადაშიაერთო, კი ვერ გაათბო. აი იქ როა მიერთებული მთავარ წყაროზე, დენის წყაროზე. იმიტომ ათბობს, ხო მართლა მაგის გარეშე გაათბობდა? ხო და ადამიანსაც რომ ახსოვს, რომ ისგან თუ არ აქვს რამე სიკეთე, ვერაფერ სიკეთეს ვერ გააკეთებს, მაშინ დაემსგავსება ამ გამოთბობელს და ეცადეთ, რომ ამ გამოთბობელმა არ გაჯობოთ იცოდეთ. სადღაც რო იტყვით, მე მაგარი ვარ, მე ესეთი ძლიერი ვარ, იცოდეთ, ეს გამოთბობელი გაიხსენეთ ხოლმე. ამან არ გაჯობოთ. თავი მაღლა არ დაგჭეთ აწეული. თავი დაბლა დახარით, რაოდენე. აბა გით აი თუნდაც ვერა არის და გზაზე გადადის და ერთი კაცი ეხმარება და ხალხმა ტაში დაუკრა და დანარჩენებს არ ეუბნება, რომ აი მე ეს გავაკეთეო და სახშირობება მაგას უარა. ო რო დამალავს თავის გაკეთებულ სიკეთეს, ეგ არის თამდაბლო. თან ახლა დააკვირდით, ამას აქვს ერთი უცნაური ჩვევა. თუ შორს დადგები, ეს არ გაგათბობს. თუ არა, არ გაგებუტება. თუ ძალიან ახლოს მიხვალ, მე შეიძლება შენ გაებუტო, იმიტომ რომ დაგწავს. საჭიროა, ეხლა ნახეთ, საჭიროა რომ ზუსტად ის დისტანცია დაიცვა, რომ არც დაგწვას და არც შეგცივდეს. ამას რატო ვამბობ? ჩვენი დამოკიდებულება უხალთან, ჩვენი დამოკიდებულება სიწმინდესთან.
თუ არ დაიღალეთ, თუ დაიღალეთ, მოდი ახლა შევწყვიტოთ საუბარი. ესე იგი, ჩვენი დამოკიდებულება უფალთან. აი და სიწმინდესთან არ შეიძლება რომ ესე იგი სიწმინდეს მოშორდ, აი ზიარებას დიდი ხანი მოშორდ. მაგრამ არც ის შეიძლება რომ ესე თამამად მიეახლო მას. აბა მაიცადე დაგელოდებით და ესე არ ივარგებს. ყველა ერთად თუ ვისაუბრებთ არ გამოვა. დაგელოდებით თქვენ რომ მოაგვარებთ თქვენ საქმეებს, მე გავაგზავნე. სადმე ჩქარება, მე ასადა მივდივარ 5 წუთში გადავალ სახში. თუ არ და შუაღამისასაც ვიქნებ. არა, ჯერ ველოდები, რაღაც საქმეები აქვს, მოსაბარებელი იქ გოგოებს, ტელეფონში რაღაც ხდება. მე ხა სახელსა და გვარს არ ვიტყვი, მაგრამ ბანაკში რო ვიყავით, დავარქვით დიდი სახლის პატარა დედამთინი. კარგი, გავაგრძელოთ. მოდი ახლა ერთი რამ მინდა რომ ვნახოთ. ერთი რამ ვნახოთ. რადგან დაიღალეთ აი ლოცვასთან დაკავშირებით მინდა რომ ვნახოთ, რომელიც არაერთხელ გვინახავს და კიდევ ერთხელ გავახსენოთ ჩვენს თავებს, რომ როგორი ლოცვა შეიწირება ღვთისაგან. ბავშვებო, რომ ამბობთ, ეს ვიცი, ეს თქვენ კი არ იცით. ეს თქვენ გინახიათ, მაგრამ ცოდნა მაშინ იქნება, როცა თქვენ გეწოდინებათ ლოცვა. ისე ლოცვა, როგორც აქ ერთი პატარა ბავშვი ლოცულობს. დროში ცხოვრობდა ერთი წმინდა ბერი, რომელიც დღეს ლოცულობდა და ხშირად წუხდა ადამიანთა ცხოვრებაზე და უყვება, მარტო ხდება ასე, რომ ადამიანები ეკლესიაში დადიან, ის წინაშე ლოცულობენ, მაგრამ ცხოვრობენ ისე ცუდად. ცოდვა არ კლებულობს. მოთვარის ჩვენს ლოცვებს. ხალხი განუწყვეტლივ ლოცულობს, ომის ფორუმ მშვიდობასა და სინამდვილეში და ვერაფრით მოუხერხებიათ. მოთუ ამაოა მათი ლოცვა. ერთხელ მას ამ ფიქრებში ჩასთვლიმა. და გამოეცხადა მას ხილოსანი ანგელოზი. ნუ გაშინია, მე ღვთის ანგელოზი ვარ, წამოდი ჩემთან ერთად. ანგელოზმა წაიყვანა ბერი მაღლა დედამიწიდან. იმის მიხედვით თუ რამდენად მაღლა ადიოდნენ ისინი, სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა დედამიწიდან ამომავალი ხმები. ხოლო ხანდახან მოფრინავდნენ საიდანღაც ჰარმონიული და ნაზი ხმები. ეს რა ხმებია? ეს წმინდა ლოცვებია. აქ მხოლოდ ისინი ისმის. მაგრამ რატომ ისმის ისინი ასე სუსტად? რატომა ეს ხმები ასე ცოტა? ახლა ხომ მთელი ტაძარი ლოცულობს. გინდა იცოდე? იხილე. შორს ქვემოთ მოჩანდა დიდი ტაძარი. სასწაულებრივი ძალით გაიხსნა მისი თაღები და ბერს შეეძლო დაენახა ყველაფერი, რაც შიგნით ხდებოდა. ტაძარი მთლიანად ხალხით იყო სავსე, აღევლინებოდა წირვა. მაგრამ არავითარი ხმა არ ისმოდა. მთელი ეკლესია დამონჭებულიყო. გუნდს კი ნამდვილად გავიგონებ. რა ხდება? რისგანაა ეს? დავეშვათ, დაინახავ და მეხვდები.
ისინი ნელა ყველასაგან უხილავად ტაძარში დაეშვნენ. იხილე მათი აზრები და მე ხვდები. აი მე რომ ყოფილიყავი რეგენტი, სულ სხვა იქნებოდა. გალობა სულ სხვა იქნებოდა. ნეტამ მღვდლად როდის მაგურთხებენ? მე ხომ დიდი ხანია მსახურობ. ეს საძეგელი ფოსტის უფროსის ცოლი, ისევ ახალი ქუდი დაუხურავს, ქმარი ლოთობს, შვილები შემოგლეჯილები დაუვდის, ამას კი თავი მოაქვს. რა დასანანია, იაფად გავხდე. სადღაიშოვი ასეც აქონიც. სულ მცირე 1000 მაინც დავკარგე. თუ არა და 1500. კარგი გოგოა სოფიო, ყველაფრით გამორჩეული, სახით, მიხვრა-მოხვრით, გარჯით. აი ასეთი იქნებოდა კარგი. ნეტა ცოლად უწამოვყვება. ახლა ხო ხდები? ასეთი ლოცვები ჩვენამდე ვერ აღწევს. ამიტომაც გეჩვენება, რომ ყველანი მუნჯები არიან. დაიქარი დედაჩემი, ძალიან მოყვარს მე ჩემი დედიკო და ხელავ. უფალო, შენ კეთილი და მოწყალე ხარ. გადაარჩინე, შეიწყალე, განკურნე საბრალო დედაჩემი. დაიქარე დედაჩემი, ძალიან მოყვარს მე ჩემი დედიკო და ხელავ. აი ლოცვები, რომლებიც ჩვენთან ისმის. მხოლოდ ასეთი გულხურვალე და გულწრფელი ლოცვები აღწევს ღმერთამდე. აი თურმე რა არის მიზეზი. დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა. აი ახლა ესე იგი როგორი ლოცვები ისმის ღმერთთან. როგორი მხოლოდ გულწრფელი, ანუ რაზეც ლოცულობ, აგიდა იყო, რაზეც ლოცულობ, იმაზე რომ ფიქრობ. თუ გახარ ტაძარში და 1000 რამაზე ფიქრობ, აი თურმე, ეგ ლოცა არ მიდის ღმერთთან. აი, ნახეთ, პატარა ბავშვი დედისთვის ლოცულობდა და ეგ ლოცვა შეისმინა ღმერთმა. მოდი ახლა პირიქით ვნახოთ. ესეც არაერთხელ გვინახავს, რამდენიმე დედა იყო, მაგრამ იმ რამდენიმედან მხოლოდ ერთი ლოცულობდა თავისი შვილებისთვის და რა შედეგი გამოიყო ესე. აი, ყველას რომ წარმოედგინა, რომ გამოუვალი მდგომარეობაა და აქედან არ არსებობს გამოსავალი, აი ნახეთ რა მოხდა თქვენ ეს ნამდვილი ამბავია ბავშვი. ისიც ნამდვილი ამბავია, სადაც ხშირად ხდება, ახლა რაც ნახეთ. ესაც მოხდებოდა ჩვენს ტაძარში. დიდი ხნის წინათ საბერძნეთში დედასთან ერთად ცხოვრობდა ორი ძმა. ერთ-ერთს ფილოთეოზი ერქვა. ეს ბერძნული სახელია და ნიშნავს მიყვარს ღმერთი. იმ დროს ქრისტიანებს დამპყრობლები განსაკუთრებული სისასტიკით დევნიდნენ.
შვილებს რომ შეაგვიანდათ, შეშინებულმა დედამ მათი ძებნა დაიწყო. ჩემი შვილები. ბავშვებო! ფილოთეოს! ხალხი ისე იყო შეჩვეული ბავშვებისა და მოზარდების დაკარგვას, რომ აცრემლებული დედა ვერაფრით არ უგეშეს. ევდოკია რა სიზავ? ასეთი დრო დაგვიდგა. ან მოიტაცეს, ან კიდევ არა, ჩემო მეზობლებო, არა. ჩემი შვილები დედა ღვთისმშობელს შევავედრე. ის დაიფარავს, ისიც ხომ დედაა. აცრემლებულმა დედამ გულმხურვალედ შეავედრა ღვთისმშობელს შვილები. დაიფარე ჩემი შვილები, დედაო ღვთისაო, არიდე ბოროტი, იხსენი და მიცოცხლე ისინი, გევედრები ღვთისმშობელო. ძმები კი ამ დროს ბნელი საპყრობილის კუთხეში მიკუნჭულიყვნენ. ტირილით დაღლილებს ჩასძინებოდათ. დედიკო, ნუ გეშინია ჩემო საყვარელო. აბა შენი ძამიკო გააღვიძე და უკან გამომყევით. გაიღვიძე, ჩქარა ადექი, ჩვენი დედიკო აქ არის. დედიკო, ჩუმად, თორემ ვერ გავალთ. დედიკო მითხრა გამომყევითო. ძმები ფეხაკრებით გახვნენ წინ მიმავალ დედას. მათ თითქმის მთელი ღამე იარეს და ბოლოს ერთ მონასტერს მიადგნენ. ეს იყო ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი. ბავშვებო, გამომყევით. ძმები მონასტერში მორჩილებად მიიღეს და ისინი დაუღალავად შრომობდნენ. რამდენიმე წელმა განულოდა ორივე ძმა ბერად აღიკვეცა. ძმები ხშირად იხსენებდნენ იმ საოცარ ღამეს. ნეტავის აწავიდა ჩვენი დედიკო. ალბათ ისევ მოვა. იმ საპყრობილეში შემოაღწია და აქ როგორ ვერ მოვა. მაგრამ ძმებმა არ იცოდნენ, რომ ხსნელი მათი დედა კი არ იყო, არამედ თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ევდოკია მთელი ამ ხნის განმავლობაში ეძებდა თავის შვილებს. ღვთის საკვირველი განგებულებით ის იმავე ქალაქში ჩავიდა და იქვე დედათა მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად. სულ ცოტა ხანში ევდოკია სხვა მონაზვნებთან ერთად მამათა მონასტერში მივიდა დიდ დღესასწაულზე დასასწრებად. დაინახა თუ არა ძმები, მაშინვე იცნო ისინი და გახარებულმა გულში ჩაიგრა. აქ საიდან მოხვდით, შვილებო? სად აღარ გეძებდით და თურმე აქ ყოფილხართ? აი ხომ გეუბნებოდი მოვა მეთქი. დედა, სად იყავი აქამდე? გამოგვიყვანე და წახვედი. თან რატომ არ წაგვიყვანე? რას ამბობ, შვილო? აქ იკითხარით, სულ გეძებდით მეთქი. და უცებ ევდოკია ყველაფერს მიხვდა. მიხვდა, რომ მისი მხურვალე ლოცვა ვედრება დედა ღვთისმშობელმა იმ დღესვე შეისმინა. დიდება უფალს, მადლობა ღმერთს, მადლობა ყოველთა დედას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მარადის ქალწულ მარიამს. იგი ყოველთვის ისმენს აცრემლებული დედის გულიდან ამოხეთქილ ლოცვას. ასე მადლობდა ევდოკია უფალს და ღვთისმშობელს. ფილოთეოზიც თავის ძმასთან ერთად მუხლმოყრილი ჩურჩულებდა სამადლობელ ლოცვას. დედისა და შვილების ეს უდიდესი სიხარული მონასტრის მთელმა ძმობამ გაიზიარა. ყველა ერთად ადიდებდა ღმერთს. ფილოთეოზი ათენის წმინდა მთაზე დაიკვირდა და სულ იმარებაში ცხოვრობდა. იგი სიკვდილის შემდეგ წმინდანად შენაცხადა. აი ნახე. დედამ ბოლომდე იმედი არ დაკარგა.
და დედის ლოცვამ გადაარჩინა თავისი შვილები. ხომ მართალი? აბა შეერას გვეცნო. ამიტომ დედამ რა უნდა გააკეთოს? ეძებოს და შესთავაზ ნახტეშოვებს რომ გადაარჩინეს ისინი და გულით უნდა შესთხოვოს რომ თავის შვილები მართლა გადაარჩინეს. გულით უნდა შესთხოვოს და მართლაც გულით თხოვენ დედები შვილებისთვის. ახლა ჩვენ მშობლებმა არ ვიცით ზოგჯერ ჩვენი შვილი სად არის, როგორ არის, რას აკეთებს, რა უჭირს, რა უხინს. ამიტომ დედა რო ილოცებს ეს დედის ლოცვა შვილს ყველგან და ყველაფერში შეეწევა. ხომ მართალი? რა ლექსი კიდე რო გითხრა? აბა რო შემპირდით ანა კალანდაძის ლექსი სად არის? ვინ არის გაბედული? ანა კალანდაძის ლექსი გოგონებო არ იცით? მოდი აი ნინო გითხრა. შენც იცი? მოდი ორივე ერთად გითხრა. გაინაწილეთ. მეორე მიკროფონით უბოძეთ. თითო ბარბარე, გაიღვიძე, გეთაყვა. თითო სტროფი გითხარით. მოდი მე და შენ მოვუსმინოთ და მე ჩვენს ვთქვათ, ხო ლექს. ახლოს მიიტანეთ მიკროფონი, რომ კარგად ისმოდეს. აბა ეგეთ შევხვდით. გორჯენ წაივარაც ქარისის ფერმესში შეხვდა. არადესაც ბაღში ვარდი ყავდა. პავლიდო ჯავახეთის თათაზედა და ფარავის პავლიდო ჯავახეთის თათაზედა. დასწრებში ქარის ფერმესში მოხდა და ქარი პრობლემს მოხდა და ფარავის თათაზედა და ქარი. მოდიოდა თების მოდიოდა და მოხდა მეტრელი. ოლის თების ყიდება და ოlis ის ნახავს ვარდობის ეს რომელია ქართლის ძალის საქართველო არის ეს მიეძინა ალკოტში მიეძინა დახშატებმა ის განმოეჩვია ეს ვინ არის გამოცხადდა ძალის წინა უდეში მიუგებდა ესო გაიხუდა იგრც მომშობლის ზედა მაგრამ წენა ავალებდა რა პავლიდო ჯავახეთის თათაზედა ეებში მადლობა გოგონებს. ეხლა პატარა ნინოსაც უნდა რომ ლექსი გითხრა. აბა დედიკოს უთხრა გაგახსენოს. აბა რომელია შენგები? ფისუნია კატაზე იცის. აბა მიდი. ფისუნია კატაზე. ვერა კარგი ბავშვებო, შენ ლექსი გინდოდა გეთქვა? მოდი. მაიცა შენ არ წახვიდე, იქნება მადა მოგივიდეს ლექსი. ფისუნია კატა, მაკიდაზე ატა, ატოადოვა და ებოგააფრაკა. ამიტომ ბებოს კარგად უნდა დაედო, შუაში უნდა დაედო ვაზა, კუთხეში რო დადო, გადმოგდებდა, მაგრამ იქნება. გაიხარე, მადლობა. მოდი მერი აქ არა ხარ, აჰა. აბა მის. ფისუნია კატა, მაგიტაში ატა, ჩამოაგდო ვაზა ებოგააფრაკა. ეგ მოიცა. ეხო გითხრეს, ეს სოფისო იყო? თუ იგივე იყო? იგივე? მოდი აბა. აბა მოусმინოთ, შენ რა ქვია? ლაზარე. როგორი ხარ? გიორგად. წავიდა. წიგნი მთარის სიძნისა თანაცხვდებია კაცისა წიგში ეტევა შემდიდრე ამიწისა და ამწის სინადირის დაწყაპრების ოცნებაა და ფიქრია სულ ყველას მოსწავლებელი ხოლო და ყოველთვის წიგნია.
მადლობა. გაიგეთ. აბა მოусმინოთ აბა პატარა ცუნცულა ამბობს. შენ რა ქვია? რა გვარი ხარ? აბა დაძმა ხარ? ის აბა წავით. გავავხნევთ. რომელიც უნდა ის უნდა კატა? ძელი სიტყვა მოკლედ ითქვისა. შენ არცი გამოიტანა, ფისუნია კატა ბებო გააბრაზა. რა თუნდოდა იმდენი ლაპარაკი თქვენ რომ მოყევით. გაიგეთ, დავამთავროთ ბოლოს. ავდგეთ, არა, კი არა ავდგეთ. ეხლა გადავიდეთ დაჯილდოებაზე და გადავიდეთ.